გამარჯობათ მეგობრებო, დღეს მინდა ავხსნა თანრიგები და კლასები. როდესაც ხსნი გაკვეთილს, მე იქ ვახსენე, რომ დიდი რიცხვის წაკითხვისას ძალიან კარგია ბოლოდან ყოველი 3 ციფრის მერე დავსვათ წერტილები. ეს ხდება იმიტომ, რომ თითოეულ კლასში გვაქვს 3 თანრიგი. აქედან გამომდინარეა, რომ მე ვსვავ აქ წერტილებს. მოდით ახლა მე ჯერ ავხსნი თანრიგებს და მერე უკვე გადავალ კლასებში. რიცხვის ყველაზე ბოლო ციფრი დგას ერთეულების თანრიგში. შემდეგი თანრიგის საპოვნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ესეთი მეთოდი. მაგალითად, გვაქვს 8-იანი შემდეგი ციფრი. 8-ანის შემდეგ ერთი ცალი ციფრი დგას. ეს ერთი ცალი ციფრი წარმოვიდგინოთ ნულად. მაშინ ნახეთ, აქ რო იყო ერთიანი, გადმოვიტანოთ ერთიანი და რადგან 8-ანის შემდეგ ერთი ცალი ციფრი დგას, 1 0 მივუწეროთ. გამოგვივა, რომ 8-იანი ყოფილა ათეულების თანრიგში, ნახეთ? ისევ წერთ ერთიანს და 6-იანს ვაკვირდებით. 6-იანის მერე 2 ცალი ციფრია, ანუ 2 0 დაიწერა და 6 გამოგივიდათ ასეულების თანრიგში. ზუსტად ესე ვერ იზეპირებენ ხოლმე და ამის საშუალებით თქვენთვის ძალიან მარტივი იქნება პოვნა თუ რომელ თანრიგში დგას რაიმე რიცხვი. აი 7-იანი დავიწყოთ. 7-ანის შემდეგ არის 3 ცალი ციფრი. 3 0 მივუწერე მაშინ ერთიანს. გამოვიდა, რომ 7 დგას ათასეულების თანრიგში. 1000, ხო? ათასეულების თანრიგში. 2-იანი. 2-ანის შემდეგ დგას 1 2 3 4 4 ციფრი. მაშინ 2-ანის ქვეშ ერთიანს დავუწერ 4 ცალ 0-ს. აქ წერტილი დავსვი მარტივად წაკითხვისთვის ბოლოდან 3 ციფრის მერე გამოვიდა 10000. ესე იგი 2-იანი დგას 10000-ეულების თანრიგში. შემდეგ უკვე მოდის 1 2 3 4 5. ერთიანისთვის 5 0 გამოგვივა და თუ წავიკითხავთ იქნება 100000. გამოდის, რომ ერთიანი დგას 100000-ეულის თანრიგში. და ნახეთ, 5-ანის მერე უკვე 6 ცალი ციფრი გვაქვს, 6 0 კი აქვს მილიონს. გამოგვივა, რომ 5-იანი დგას მილიონების თანრიგში. როდესაც გვაქვს წინ 1, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ მილიონების თანრიგში. აი 3-ანის შემთხვევაში უკვე 7 ცალი 0-ია. 7 ცალს 0-ს ერთიანს თუ მივუწერთ 7 ცალ 0-ს, გამოგვივა 10 მილიონი. მილიონს ხო 6 აქვს? იქაც მე7. 10 მილიონი. მივიღეთ 3-იანი დგას 10 მილიონის თანრიგში. 8-იანი გამოვიდა 100 მილიონების თანრიგში. ხოლო 5 დგას უკვე, ნახეთ, 9 ციფრია, ანუ მილიარდი. 5 დგას მილიარდების თანრიგში. სულ ეს იყო და ეხლა ვნახოთ, როგორ განსხვავდება ის კლასებად. ამისთვის მოვიმარჯვებ წითელ კალამს. ნახეთ, 1 10 100. გავჩერდი. ეს პირველი კლასი, ერთეულების კლასი. შემდეგ იწყება 1000, ხო? ნახეთ 3 0. 1 10 100. ანუ 1000, 10000 და 100000. ყველგან არის სიტყვა 1000. 1 10 და 100. ამიტომ ეწოდება აი ამ კლასს ათასეულების კლასი. შემდეგ გადავიდეთ ისევ. 1 მაქვს, იმიტომ რომ აქ წერია 1 მილიონი. ესე იგი დაიწყო მილიონების კლასი და თუ დავაკვირდებით ისევ 100-იანზე დავამთავრებთ 1 მილიონი, 10 მილიონი, 100 მილიონი. დამთავრდა მილიონების კლასი.
და გადავდივართ მილიარდების კლასში. ანუ მე რო უფრო დიდი რიცხვი დამეწერა, შემეძლო ესე გამეკეთებინა. 1 მილიარდი, მერე 10 მილიარდი და ბოლოს 100 მილიარდი. და დამთავრდებოდა მილიარდების კლასი. იმედია აქ ყველაფერი გასაგებია და მიხვდებით, რას ნიშნავს კონკრეტულად კლასები და რას ნიშნავს თანრიგები. კიდევ ერთხელ შევაჯამოთ. დღევანდელ გაკვეთილზე ჩვენ ავხსენით, როგორ იყოფა რიცხვი თანრიგებად და შესაბამისი თანრიგები როგორ არის მოთავსებული კლასებად. ერთეულების კლასი, იმიტომ რომ 100-ის მერე თქვენ ხო ვერაფერს ვერ კითხულობთ. ანუ როგორც აქ მაგალითად 1000, აქ პირდაპირ 100 წაიკითხება, პირდაპირ 10. ამას იმიტომ ქვია ერთეულების კლასი. შემდეგ მოდის 1000-ეულების კლასი, რადგან ყოველი რიცხვის წაკითხვისას აქედან ვამბობთ სიტყვა 1000. 1000, 10000 და 100000. შემდეგ რიცხვს უკვე სიტყვა 1000 არა აქვს დააკვირდით, შემდეგი არის უკვე მილიონი. 1 მილიონი, 10 მილიონი, 100 მილიონი და შემდეგ რიცხვს, იმიტომ გვაქვს აქ ჩამთავრება, უკვე ეწყება სიტყვა მილიარდი. ერთეული მილიარდი, 10-ეული მილიარდი და 100-ეული მილიარდი. გვაქვს ესე იგი შესაბამისად კლასები და თითოეულ კლასში შედის 3 ცალი თანრიგი. დღევანდელი გაკვეთილი დამთავრებულია, წარმატებებს გისურვებთ.